საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პრაღაში მიმდინარე გლობსეკის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა. შეხვედრისას მეხუთე პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ევროპელი მოკავშირეებისგან იზოლირებულია. ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ, ხელს ართმევენ ევროპელ ლიდერებს, ფოტოებს იღებენ მათთან. ამას არაკეთებენ იმიტომ, რომ სურთ მათთან ერთად საქმის კეთებას დაუბრუნდნენ. ამისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა შესაძლებელი. ეს საქართველოს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ემსახურება. ამით მოსახლეობის დათრგუნვას ცდილობენ. მათი გზავნილია, რომ არ უნდა გქონდეს ევროპელი პარტნიორების იმედი, რადგან ისინი ადრე თუ გვიან მართულ გუნდთან მორიგდებიან, რაც ჩვენ გჭირდება დე-ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა. ვიცით, რომ ეს არ გადაიქცევა დე-იურე აღიარების პოლიტიკად. ამიტომაცაა, რომ მე არა პრეზიდენტად, არამედ ხალხის პრეზიდენტად მომიხსენიებენ. ეს იურიდიული ასპექტების გადალახვის მცდელობაა. არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ როგორც ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციების დაწესება, რასაც რამდენიმე ევროპული ქვეყანა აკეთებს, რადგან ევროკავშირი კოლექტიური სანქციების შესახებ ვერ თანხმდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ქვეყნებში სანქციები მუშაობს. ჩვენ არ ვართ ირანი, ჩვენ არ ვართ რუსეთი ან ჩინეთი. ჩვენ გარე კონტაქტები გვჭირდება. ამიტომ ეს აზიანებს მართულ პარტიას. მის ახლო წრეებში დაძაბულობას ქმნის. სანქციები ქმნის სისუსტეს და სწორედ ესაა მათი დანიშნულება.